ეს ხელმოწერები ვიღაცემა უკან გაიტანეს. თქვენ დიდი ხნის შემდეგ ჩაგივარდათ ხელში ეს დოკუმენტაცია. მე არქივში მაქვს ეს ჩაბარებული ყველაფერი და რომ გავაწლები იქ ყველას გვარები წერია ვინ წაიღო და ნახოს მაგათმა შთამომავლობამ რა ბაბუები და რა მამები ყავდათ. მოდით ჩვენ ახლა მოусმინოთ ერთ თქვენს უახლოეს მეგობარს, რომელთანაც მივედით ასწორედ და ჩავწერეთ ინტერვიუ და შემდეგ ამ თემით გავაგრძელოთ საუბარი. ყველაფერი იცოდა პრინციპში ვინ რა როგორ, მაგრამ დოკუმენტურად რო ნახა ძალიან ნერვიულობდა ამის შესახებ რა ვქნაო, ანუ ერთის მხრივ იმის სურვილი რო სიმართლემ მართლა ნათელი მოიპოს ამ მთელ ამბავს და მეორეს მხრივ არ აქვს მე მგონი ხასიათში ის რომ მაინდა-მაინც ის ადამიანები დაისაჯონ თუნდაც მორალურად, იმიტომ ეს ძალიან დიდი მორალური წნეხი იქნებოდა ადამიანებზე და მათ ოჯახებზე. თქვენ სულ უფრთხილდებოდით მათ შთამომავლებს, ხო და არ მინდა რომ შვილმა რთული ალბათ როცა შენ შთამომავალი აღარ დაგრჩა კაკრა, მაგრამ ვფიქრობ სხვის შთამომავლებზე. რა თქმა უნდა, ეს იცი რა, უბრალოდ ადამიანური ის არის. არ შეიძლება ხა რა დააშავა იმ შვილიშვილმა, მისმა შვილიშვილმა თუ ასეთი ბაბუა ყავს, რა დააშავა მისმა შვილმა თუ ასეთი გარეწარი მამა ყავს. ნუ რა დააშავეს იმათ. როდესმე გიგრძნობინებიათ რომელიმე მათგანისთვის რომ ვახტანგ კიკაბიძის მაგალითად ბუბას ვაგრძნობინე ერთად პირდაპირ ქუჩაში უთხარი. არაკაცი ხარ მეთქში. რა გიპასუხა? პასუხი? არაფერი. დანარჩენისთვის? დანარჩენა ვახუშტი კოტეტიშვილისთვის. მის ტრანსპორტში შევხვდა და ბილეთი ამიღო და მე ვთხარი შენი აღებული ბილეთი არ მინდა მეთქი დიდი მადლობა თქვა. ქალბატონ ნათელა, თქვენ ეხლა მოულოდნელი იყო ჩემთვის თქვენი ეს კომენტარი. თქვენ